1883 წელს სოფელ თხმორში გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი დაიბადა. ქართველი ბიჭი, რომელმაც თითქმის საუკუნის წინ მინის საშობაო დეკორაციები მსოფლიოში პირველმა დაამზადა. ზუსტად იმ დროს, როცა გასაბჭოებულ საქართველოში ნაძვის ხის სახლში მიტანაც კი იგრძელებოდა, ამერიკაში ქართველი ახალგაზრდა ნაძვის ხის მოსართავად მინის სათამაშოებს ექსკლუზიურად ქმნიდა. ამერიკელებისთვის დამზადებულ მინის სათამაშოებზე გამოსახული იყო მზე, ფიფქები და ფოთლები. გარდა ამისა, სათამაშოებზე დატანილი იყო ქართული თემატიკაც, ვაზის მტევნები. კობიმ ასევე შვილისნუკრი გამოსახა მინის სათამაშოზე და ასე უცხოელებს ვაჟა-ფშაველას მოთხრობის გმირი შეაყვარა. ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს მინის სათამაშო იყო ინსპირაცია უოლტ დისნეის ბემბისთვის. ჯორჯ კობის წყალობით შობა ახალი წელი არა მარტო ლამაზ, არამედ უსაფრთხო დღესასწაულადაც იქცა. ნაძვის ხეზე ნამდვილი სანთლები, რომლებიც ხშირად ხანძრის მიზეზი ხდებოდა, კობის გამოგონებულმა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლებმა ბაბლ ლემპსმა შეცვალა. მინის სათამაშოებმა კი, რომელსაც კობიმ ორნამენტი უწოდა, მთელი ამერიკა გააფერადა. შეერთებულ შტატებში ძალიან პოპულარულმა ჯორჯ კობიმ განათლება რაჭაში მიიღო. თავისი სოფლის მღვდელი ასწავლიდა. 10 წლის რომ გახდა, ოცნებების ასახდენად სახლიდან გაიპარა. გიგო თავიდან ბორჯომში, ახლად გახსნილ მინის ქარხანაში მუშაობდა. 1907 წელს გერმანელი სპეციალისტების დახმარებით მცირე მინის საწარმო გახსნა მიუნხენში, თუმცა გერმანიაში დიდხანს ვერ გაჩერდა და მალევე ჯერ ლონდონში წავიდა, შემდეგ კი მეუღლესთან, დაშა ნუდნიკოვასთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ამერიკაში თხმორელ გრიგოლს რაჭველები დახვდნენ, რომლებიც ნიუ-იორკში თავს პურის ცხობით ირჩენდნენ. მათი დახმარებით გიგო ნიუ-იორკში მოეწყო. მეუღლესთან ერთად 9 წელი იმუშავა General Electric-ის ფირმაში და ასე შეაგროვა ფული საკუთარი საქმის დასაწყებად. მისი ფირმა Kobe Glass Products Company 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა. მათ შორის იყო ქიმიური, სამედიცინო, ლაბორატორიული და ფანჯრის მინები. კობი იყო ძლიერი მინის ბლოკისა და წყალგაუმტარი ბეტონის გამომგონებელიც, რომლის საშუალებითაც ამერიკაში არაერთი ცათამბჯენი აშენდა. კობის სურვილი ჰქონდა თავის ქვეყანაშიც აეშენებინა მინის ქარხანა, მაგრამ ბოლშევიკებთან ვერაფერს გახდა. მხოლოდ ორჯერ მოახერხა თხმორში ჩასვლა და თანასოფლელებისთვის აფთიაქი და სკოლა ააშენა. ჯორჯ კობი აქტიურად ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებსაც. ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილი თვითმფრინავისთვის მინის კაბინა სწორედ მან დაამზადა. გიორგი მაჩაბელის შეკვეთით სუნამოსთვის საქართველოს დედოფალი ამზადებდა ჯვრიან ოქროს გვირგვინის ფორმის ფლაკონებს. გრიგოლ კობახიძე 60-ზე მეტი პატენტის მფლობელია, მათ შორის ავტოკალმის. საწერი კალმები სწორედ მან დახვეწა და გააუმჯობესა. მისი სხვადასხვა ფორმის ფერადი მინის სათამაშოები კი შინდისფერ ყუთებში იყო ჩაწყობილი, რომლებსაც ეწერა კობი. საშობაო ხის ორნამენტები. კობის ნაძვის ხის სათამაშოები ვინტაჟურ ონლაინ მაღაზიებში ახლაც იყიდება. ყუთებს კი დღემდე აქვს წარწერა კობი. ეს შობაა. კობის შვილი არ ჰყავდა. მისი სურვილი იყო ამერიკაში წაეყვანა ძმის შვილი და მისთვის კომპანია ჩაებარებინა. მაგრამ საბჭოთა საქართველოში დაწყებული რეპრესიების გამო ოჯახის უსაფრთხოების მიზნით მათთან კავშირი გაწყვიტა. მისი საქმე წარმოშობით იტალიელმა ძმებმა პაგილებმა გააგრძელეს. ჩვენ კი, ვისაც ოცნებების ახდენის გვჯერა, კობიმ გვითხრა, ვისაც ძალიან უნდა რომ ზემოთ ავიდეს, ის აუცილებლად გამოიგონებს კიბეს. იპოვის გზას პატარა თხმორიდან დიდ ამერიკამდე.